გამარჯობა YouTube ხიდვალიშულთან მოგესალმებათ პუშკაშ არენადან, უნგრეთის დედაქალაქიდან, ბუდაპეშტიდან, სადაც ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის მოლოდინში ვარ. თითოეული ჩვენგანი მოლოდინში იმისა, რომ ეს გუნდი, რომელიც ახლა პუშკაშ არენაზე სასწავლო პროცესს გადის, გულისხმობ პარი სენ-ჟერმენს და ხვიჩა კვარაცხელიას მეორედ, ზედიზედ მეორედ აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს. ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის, როგორც პარიზელებისთვის, ასევე ლონდონელებისთვის და სურს დღევანდელ ვიდეოში გარკვეულწილად ვისაუბრო ამ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით და რასაკვირველია იმ ამბებთან დაკავშირებით, რაც ხდება ამ მოახლოებული დაპირისპირების ირგვლივ. მოდი დავიწყოთ რასაკვირველია პარიზელები და დავიწყოთ იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მიმდინარე სეზონი მაინც უნდა ითქვას, რომ თავის ხვალინდელ მეტოქეზე გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, გაცილებით უფრო სტაბილურად ჩაატარა, მოიგო ქვეყნის ჩემპიონობა და ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ იზეიმოს ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ, რა თქმა უნდა. ეს არ იქნება მარტივი გამომდინარე მათი მოწინააღმდეგისგან, თუმცა რასაკვირველია, მაინც უნდა ითქვას, რომ პარიზელებს მე პირადად მცირე უპირატესობას მივანიჭებდი ბევრი მიზეზის გამო, თუ კი მიზეზებს გავყვებით, რასაკვირველია, ბევრმა შესაძლოა საპირისპირო თქვას, მაგრამ მე მაინც გონია, რომ პარი სენ-ჟერმენი ფსიქოლოგიურად გაცილებით უფრო მდგრადი გუნდია, ვიდრე არსენალი და ჩვენ გვახსოვს გავლენილ წლებში თუ როგორ ანიავებდნენ პრაქტიკულად მოპოვებულ ჩემპიონობას ლონდონელები ბოლო ტურებში, მაგრამ აქ ერთი მომენტია, ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან გარდამტეხი იყო ლონდონის არსენალისთვის პრემიერ ლიგის მოგება, რაც მათ მოახერხეს 22 წლიანი პაუზის შემდეგ და კაცი, რომელიც სათავეში უდგას ამ გუნდს, გულისხმობ მიკელ არტეტას, ძალიან კარგად მიდის, კარგ გზაზე დგას, მას ბევრი შრომა მოუწია იმისათვის, რომ მიეღწია იმ წარმატებისთვის, რომელსაც მიაღწია აი ამ 22 წლიანი პაუზის შემდეგ და ბუნებრივია, რატომაც არა აქვს მას სურვილი იმისა, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში შეძლოს გამარჯვების მოპოვება. არსენალზეც რასაკვირველია აქცენტს გავაკეთებთ, მაგრამ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება პარი სენ-ჟერმენზე. პირველი რასაკვირველია, თუ კი გადავალებთ თვალს საფონოვის მიერ, ამ გუნდის მეკარის მიერ ჩატარებულ შეხვედრებს, უნდა ითქვას, რომ მას ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა, განსაკუთრებით თუ კი გავიხსენებთ მიუნხენის ბაიერნთან ჩატარებულ დაპირისპირებას. მთლიანობაში გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ დაპირისპირებაში ნახევარფინალში 4 ბურთი გაუშვა, რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხრიდან ლუის ენრიკესი 4 გაშვებული გოლის გამო და ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა სხვათა შორის ესპანელი სპეციალისტი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საკმაოდ აგრესიულად გასცა პასუხი ამ კითხვას და მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარი სენ-ჟერმენმა გაუშვა 4 გოლი, იგი არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის ტაქტიკას, არ შეცვლის თავის გეზს და თავის გუნდს ათამაშებს მხოლოდ შემტევ ლამაზ და ლაღ ფეხბურთს, რასაც რეალურად აკეთებს პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად და ეს თავისთავად ცხადია ერთ-ერთი უმთავრესი მომენტია ამ კლუბის სცენარში, სათამაშო სცენარში, იმიტომ რომ არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია აი ამ ერთ წელიწადში წინა ფინალიდან დღემდე და ზოგადად მთელი ეს სეზონი, რომელიც მან ჩაატარა პარიზული კლუბის შემადგენლობაში, იყო უმაღლეს დონეზე მომზადებული, ძალიან მაგარ ფორმაში, აქტიური, როგორც შეტევით, როგორც ყოველთვის შეტევით ფაზაში, ასევე დაცვით ფაზაში და ეს კიდევ უფრო ზრდის მის მიმართ ინტერესს და პოზიტიურ დამოკიდებულებას. დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა ხაზის მოთამაშე ეხმარებოდეს დაცვით ხაზს და ასრულებდეს დაცვით ფუნქციებს და ამას ძალიან მაგრად აკეთებს ხვიჩა კვარაცხელია და თავისთავად ცხადია ამ სცენარში ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი აქვს სწორედ ლუის ენრიკეს და კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელი ესპანელი სპეციალისტის მიერ გაცემულ დავალებას ასე პირნათლად ასრულებს, ამიტომაც არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს აღარ არის პარი სენ-ჟერმენის რიგითი მოთამაშე, ის არის
გამოკვეთილი ფეხბურთელი, გამოკვეთილი ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ამაზე ძალიან ბევრი რამ მეტყველებს. მაგალითად, შესაძლოა ბევრი არ დამეთანხმოს, თუმცა აუცილებლად მინდა ერთ დეტალს ხაზი გაუსვა. თუკი თქვენ Paris Saint-Germain-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეხვალთ ყველა რგოლში, ეს იქნება მოახლოებული თამაშის ანონსი თუ მომდევნო შეხვედრის განხილვა ან განვლილი შეხვედრის განხილვა. ყოველთვის ყველგან აქცენტი გაკეთებულია მაქსიმალურად ხვიჩა კვარაცხელიაზე, სულ ახლახან სწორედ მისის ძალიან საინტერესო ინტერვიუ დაიდო ამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პარიზული კლუბის ვებგვერდზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გაცილებით უფრო მეტი დოზით არის მედიის ინტერესის ცენტრში, ვიდრე იყო აქამდე და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურება. ეს არის მისი შრომის მოყვარეობის დამსახურება, რაც იწვევს იმას, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემთხვევაში 11-ეულის ფეხბურთელია, თუ ისიც ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით არ აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამზე, ეს არის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ მას სჭირდება გარკვეულწილად დასვენება. ამიტომ ხვიჩაზე ძალიან ბევრია ხვალინდელ შეხვედრაში დამოკიდებული, ისევე როგორც რასაკვირველია მის თანაგუნდელებზე და ხვიჩას ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ჩემთვის პირადად ძალიან თვალში საცემი და მისაღებია ის, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცენტს აკეთებს არა ინდივიდუალურ თამაშზე, არამედ გუნდურ თამაშზე და ასევე ხალხს უსვამს, რომ აქამდე გავლენილ წლებში მას ეს არ ქონია. მან ეს თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში, შეიძინა ბოლო წლების განმავლობაში და ეს ასეც უნდა იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთი არის გუნდური თამაში. რასაკვირველია ლონდონის არსენალს თავსატეხი ექნება და შეუქმნის აუცილებლად ქართველი ფეხბურთელი, შეუქმნის დემბელესთან, შეუქმნის დუოსთან, მარკინიოსთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად და წესით და რიგით ლონდონელებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ პარიზელი ფეხბურთელების შეჩერება. თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ არც ლონდონური კლუბი გამოვა ხვალ სტატისტის როლში პუშკაშ არენაზე, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღნიშნებათ, მოიგეს პრემიერ ლიგა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფსიქოლოგიური ბარიერი მათად დაძლეული აქვს და შესაბამისად გუნდი იბრძოლებს იმისათვის, რომ აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი. თამაში ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან დაძაბული იქნება და მე ყოველ შემთხვევაში მაქვს იმის მოლოდინი, რომ გაცილებით უფრო სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ ჩვენ ხვალინდელ დაპირისპირებაში, ვიდრე ვიხილეთ ეს ერთი წლის წინ მიუნხენში, როდესაც Paris Saint-Germain-მა პირწმინდად დაამარცხა მილანის ინტერი და ის თამაში ყველას გვახსოვს, იყო ჩვენთვის ისტორიული გამომდინარე იქიდან, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა. პირველად ისტორიაში ხვიჩა კვარაცხელია გახდა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლო გოლის გატანა და ამის მოლოდინი ბუნებრივია გვაქვს ხვალინდელ დაპირისპირებაშიც. მოკლედ, ყველაფერი მზად არის აბსოლუტურად. მატჩის საორგანიზაციო კომიტეტზეც გეტყვით ორ სიტყვას, რომ ძალიან მაგრად იმუშავეს. საოცარი ატმოსფეროა ბუდაპეშტის სტადიონის გარეთ, გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილია უამრავი ლოკაცია, სადაც აქ ჩამოსულ სტუმრებს, გულშემატკივრებს და ფეხბურთის მოყვარულებს, უბრალოდ ტურისტებს უამრავი სანახაობა და ატრაქციონელი საფეხბურთო და ყველაფერი, ანუ მთელი ბუდაპეშტი ცხოვრობს ეს დღეებია ფეხბურთით. მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენ თვალში საცემია ისიც, რომ საორგანიზაციო კუთხითაც ასევე უკვე მზად არის ლონდონის არსენალის ტრიბუნა, ჩემგან ხელმარჯვნივ, ხოლო ჩემგან ხელმარცხნივ არის პარიზელთა ტრიბუნა, დროშებით უკვე დალაგებულია სკამებზე დროშები და თითოეულმა თქვენგანმა იცით რაოდენ ლამაზი სანახაობაა, როდესაც გუნდები გამოდიან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაჟღერდება თუ რა ხდება სტადიონზე ასეთი მატჩის დაწყების წინ. მოკლედ, მოლოდინი არის ძალიან დიდი და მოლოდინი რასაკვირველია, ნუეწყინებათ არსენალის გულშემატკივრებს, მაგრამ მოლოდინი მაინც გაცილებით პროცენტულად რო გადავანაწილოთ, უფრო მეტი Paris Saint-Germain-ისკენ არის და ამას აქვს თავისი ძალიან ლოგიკური მიზეზი და ეს მიზეზი არის ხვიჩა კვარაცხელია, კაცი, რომელმაც თავისი შრომის მოყვარეობით, თავისი
პროფესიონალიზმით უკვე ბევრი დაამტკიცა, უკვე ბევრი თქვა მსოფლიო ფეხბურთში, არა მხოლოდ ევროპულ ფეხბურთში და მას კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ გაცილებით მეტი თქვას. და ამასთან იგი ალბათ თავადაც ვერ აცნობიერებს და ვერ ხვდება იმას, თუ რაოდენ დიდ საქმეს უკეთებს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთლიანად ქვეყანას, საქართველოს და თავის ერს. პრაქტიკულად იგი არის ელჩებზე მეტი ელჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვისურვებდი, რომ ეს მრავალი წელი გაგრძელებულიყოს. მოკლედ, ვიდრე დაგემშვიდობებით, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს ლაგის აპლიკაციაში. უკვე საქართველოში თითოეულ თქვენგანს შეუძლია შეიძინოს ხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტები ძალიან მისაღებ ფასად და ამავე აპლიკაციიდან გაიაქტიუროს და შეიძინოს მობილური ინტერნეტ პაკეტები მსოფლიოში სამოგზაუროდ. აი ისე, როგორც ჩვენ მოგზაურობთ ახლა უნგრეთში, ვიმყოფებით პუშკაშ არენაზე და თვალს ვადევნებთ პარი სენ-ჟერმენის ვარჯიშის მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. მადლობა მათ და მადლობა თქვენ, რასაკვირველია გამომდინარე იქიდან, რომ თვალს ადევნებთ ჩვენს პლატფორმებს, გვიყურებთ, ხართ ჩვენი გამომწერები, ვინც არ ხართ ჩვენი გამომწერები, გამოგყევით, იმიტომ რომ ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო ვიდეოს, შემოგთავაზებთ საქმიან ვიდეოს, რაც მთავარია და შესაბამისად შევეცდებით, რომ არა მხოლოდ ჭორის დონეზე, არამედ ფაქტებით გიამბოთ ყველაფერი ის, რაც ხდება ამა თუ იმ მოვლენის ირგვლივ. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ყველანი ვართ იმის მოლოდინში, რომ ხვალ აი აქ ამ არენაზე თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება შეხვედრა, რომელიც უაღრესად საინტერესო, სანახაობრივი, ლამაზი და დაძაბული იქნება. პარი სენ-ჟერმენი არსენალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მოკლედ, გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ რასაკვირველია დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეოს იმ ვითარების შესახებ, რომელიც იქნება პუშკაშ არენას ირგვლივ, იქნება ზოგადად ბუდაპეშტში და რასაკვირველია შემდეგ უკვე აქ, პუშკაშ არენაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.